როგორც ხედავთ, შემდეგი მონაწილე მსახიობი ლაშა რამიშვილია. ნახეთ რა უმახიანად მოემართება. მას არ სჭირდება იმის მტკიცება, რომ ხმა აქვს. ნახოთ რისთვის მოვიდა ამ შოუში. ხოხმაში იმიტომ მოვედი, რომ ჯერ ერთი იმიტომ რომ ახალია, მეორეც იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი მაღალი რანგის პროფესიონალები აკეთებენ ამ პროექტს. ეს ვინ არის? უი, მამასავი ჯენტლმენია ეს, ხო? კაცია. ლაშა გიორგი. აბა მითხარი მამა რა ქვია უთხარი. ლაშა გიორგი. ძალიან კარგი. მამას გულშემატკივრობ ლაშა გიორგი? კი. მამაზეს არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს ორ ბაჟკალთან ერთად და ბედნიერი ვარ რომ ეს ადამიანი გვერდს მიმშვენებს. პირველად იმღერე 5 წლის ვიყავი, სულიკო, მე და დედამ ერთად ვიმღერეთ. სლავიანსკი ბაზარზე პირველი ადგილის ლაურეატი გავხდი და ასევე მულიავინის პრემიის ლაურეატი, რომელიც ქართველს არ მიუღია ჯერ. ვმუშაობ მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში. ვერისუნის მელოდიებში პანკესა ვიყავი. დიდი სიამოვნებით ვთამაშებდი სამგროშიან ოპერაში მეკიდანას როლს. ორი შაქეს. იმედია რომ მოტრიალდება, მოტრიალდით. Just a gigolo, everywhere I go, people know the part I'm playing. Chance for every dance, setting each romance, oh, what they say. And when will come a days when you will pass away, oh, what will they say about me? When the end comes, I know they say just a gigolo. Life goes on without me, cause It's for me, nobody cares for me. I'm so sad and lonely. When some sweet mama comes, come and take a chance with me. Boozy, boozy, bop, boo bop. Jules, I love you, sweet baby, come on. Bravo! საიდან აი ბავშვობიდან აქავს შევიდა შემოთავაზეს და მეც დავთანხმდი, იმიტომ რომ თქვენი ნახვა კიდე ერთხელ და ყველა ამ ხალხის ნახვა კიდე ერთხელ. არა, რაში იყო ის საქმე? მივხვდი რომ უკვე პროფესიონალი იყო, გაიგე? არა, გამოსტილი და ძალიან მაგარი მართლა. დიდი მადლობა. მართლა. ხო, მაგრამ გინდა გითხრა, ჩანაწერი მეგონა, იმდენად სუფთა იყო ყველაფერი. ხო, მე მგონი კი იყო ხო ჩანაწერია. მადლობა მინდა. აი ამ ხალხს უთხრა რა, ჩემს მეგობრებს. აი მერაბის. ალოისმენები ბენს. არ გიხარია. ლაშა, მე მგონი გული არ დაგწდება, იმიტომ რომ ლაშას ვინც არისნობს, არის მიუზიკლის და თეატრის სერიოზული მსახიობი, ძალიან წარმატებული და ამიტომ პროფესიონალია, მაღალი ხარისხის. შენ იცი ჩემი დამოკიდებულება შენს მიმართ. მე ნანო არ დავაჭიდე. მაგრამ მე რა ნანო. აი, მე შენ სხვა სიმღერა რო აგერჩია, იცი რომ მე დავაჭერდი. იცი რა, აი მეც ვიფიქრე. დიდი გინდოდა რომ არ დამაჭირდა. ძალიან დიდი სპექტრი გაქვს, შეშეგიძლია იმღერო ყველაფერი. არა, მომისმენია კიდეც ამ კაცის ნამღერი, ამას ძალიან ფართო სპექტრი აქვს რომ მოიცვას და თანამედროვე ჩვენ ქეთო და კოტეში ორი თვეა ერთმანეთს დიდი მადლობა. ზუსტად ეგ არის რა ამ შოუში, კარგი რომ ესე იგი სხვადასხვა ჟანრის ხალხი არის, მაგრამ შენ ყველაფერი თუ შეგიძლია, ესე იგი დავთავრეთ ლაპარაკი. ჩვენ მოვიგებთ აუცილებლად. ნახოთ, აი ვიბრძოლოთ ბატონო ვერა. დიდი მადლობა.
მე მიხარია რომ მერაბმა მოასწრო და დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბენს. რა მაგარია, всё, მე არ ვიცოდი. მერაბ მოასწარი, ხო ეს? ო, ბოლო მომენტში მიტრიალდა მერაბი და ბოლო გამიხარდა წამში. ძალიან. კაი ტიპი. კაი მამიკო, მოდი ჩემი კაცური. არ ვიცი, იცი რაღაც ძალიან ემოციური იყო და ძალიან კარგი იყო. შენც ხო გაგეხარდა? ძალიან. ელოდი? იცი რა, ეს ხო შოუა და ეს წინვალი შოუა ტელევიზიიდანაც ყველაფრიდანაც იქნება the best დამიჯერეთ. შოუ დაიწყო, ყველაფერი წინ არის, გრძელდება და The show must go on. მე Yes. მამა, ხმა, აჩვენე თითები. ესე გააკეთე.